აუცილებლად რა თქმა უნდა ბევრი შეკითხვები დაისვლა იმასთან დაკავშირებით თუ რას ვფიქრობთ ამ ეგრეთ წოდებულ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ეროვნულები, ჩვენ ვართ ნაციონალისტები. ჩვენ ვითხოვთ რომ აღვადგინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ რეფერენდუმის შედეგები 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე და რეფერენდუმი აუცილებლად აღსასრულებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რადგან მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობამ დაუჭირა მხარი 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, ეს უნდა შესრულდეს. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ის რაც არის გაყიდული, წართმეული ჩვენი ბუნებრივი რესურსები, ოქრო, ვერცხლი, ნავთობი, გაზი, წყალი, მარგანეცი, ეს ყველაფერი დაგვიბრუნდეს და არა ის, რომ NGO-ების ფული დავიცვათ. NGO-ების ფული, რომლებიც კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთაშორისო ებრაელობის ერთ-ერთი საცეცები არიან და წლების განმავლობაში ყრყნიდნენ ჩვენს ერს. თავიანთი ლიბერალიზმით სპობდნენ ჩვენს ერს. ისინი აღვიებდნენ ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ მიიღეს მიაღებინეს ანტიდისკრიმინაციული კანონი ამ ყეყეჩებს, ეხლა რომ ვითომ ძალიან ეროვნულობენ. როდესაც ეროვნულობის გაგება არ უნდა და დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, როდესაც ამბობდა რომ საერთოდ ეროვნულობა მე არ ვიცი რა არის და ეს საფრთხე ფენომენიაო და ეხლა ეროვნულობაზე თავს ანტიდისკრიმინაციული კანონი, იუვენალური იუსტიციის კანონი, მულტიკულტურალიზმი, რასების შერევა, LGBT პროპაგანდა, ნარკოტიკების გავრცელება, ჯარის წინააღმდეგ ბრძოლა. ამათ ფულებს ჩვენ არ დავიცავთ. არა. ვინ საიდან ფინანსდება? პირიქით ჩვენ მოხარული ვიქნებით რომ აების გამჭვირვალეობა იყოს. ჩვენ არაფერი არ აგვაქვს დასამალი, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ რომ ჩვენი პარტიის შემოწირულობა იქნება 1 ლარი მინიმუმ, თუ ვინმე სურვილი აქვს მე ჩარიცხავს და თუ კი ერი მოითხოვს პარტიას და მაგალითად ჩვენ გვეყოლება 10,000 წევრი, თავისუფლად შეგროვდება ის თანხა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ თუ არ დაჭირდება ეს პარტია. აგერ არის გასო ქოცი, ერთიანი ნაციები, ალტიფო, გირჩი, საასალოცი პარტია და რადგან მოგიტანეს ჯერ სათხართ კიდევ. ამიტომ ჩვენ საერთოდ ნაციონალისტებადაც ავთვლით იმათ, ვინც იმ აქციებს, ანუ როგორ შეიძლება ნაციონალისტი, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას იზრდებს და ჩვენთვის ნაციონალ-სოციალიზმი არის პარტია და პოლიტიკა, როგორც ეს იყო 100 წლის წინ გერმანიაში. ანუ ამასთან ასოცირდება, ჩემ ბრძოლასთან ასოცირდება. ეროვნულ-სოციალისტური საქართველოს შრომელთა პარტია ასოცირდება ჩემს ბრძოლასთან და ნაციონალ-სოციალისტურ გერმანულ მუშათა პარტიასთან. და ნაციონალისტები, რომლებიც პოლიტიკით არიან დაკავებული, არიან პარტიაში. და ნაციონალისტები ჩემთვის არ არიან ისინი, ვინც ლიბერალების არასამთავრობოების ფულს იცავენ. ეს ძალიან ბუნებრივია. ჩვენგან შორს ესეთი ჩვენ არანაირი კავშირი არ აქვს მათთან. პირიქით, როგორც კრემლის და ალტინფო არის ჩვენი ოპონენტი, ისევე არიან საერთაშორისო ებრაელობის ეს ლიბერალური საცეცი ჩვენი ოპონენტი. იყო ბატონო. ხო, ნუ როგორც არის. ხო, პრორუსულებთან როგორც არის. და თუ გინდა ქოცი და თუ გინდა ერთიანი ნაციების პარტია, ხა თვალი მოვკარე, ნიშა გამოუძუნდო. აგენტი, რუსების პირდაპირი აგენტი.